ჩვენთან არის ღმერთი. დიდება ღმერთს და დიდება უფალს ყველაფრისთვის. დადგა დრო ჟამი. დაიხვალ ამ დროისთვის უკვე. წმინდა ღვთისმოწამე ნაზარი მიტროპოლიტის სახელობის ტაძარი უკვე იქნება ნაკურთხი და წირვა არ იქნება დამთავრებული, სამეფო წირვა გაცილებით დიდი ხანი მიმდინარეობს ხოლმე, ვითომაც მგალობლები და ასე შემდეგ, მაგრამ ტაძარი უთუოდ ნაკურთხი იქნება და წირვაზე ვიქნებით ყოველი ჩვენთაგანი. გახსოვთ როგორ ლოცულობდით, სად ლოცულობდით, ტალახში და ქოლგებით ლოცულობდით, რომ აქ ტაძარი უნდა აშენდეს. საიდან არ ჩანდა არაფერი, მანქანაში ბენზინის ჩასასვლელი ფული არ ქონდა გასული, აი ტაძარს ავაშენებდით. მაგრამ გამოჩნდეს, უნდა გამოჩნდეს. დიდება ღმერთს და გამოჩნდა. მაგრამ აზი ჭირდება მოვლა. ერთ-ერთმა ქალბატონმა ღმერთო 100 წელი გვიყოფოს. ძალიან შორეულში წარმოიდგინა ეს. და შევეცოდე. და ატაცებით ესე თქვა. ოღონდ მამა რომანოს ეს სურვილი აღუსრულოს ღმერთმა. და ტაძარი ეკურთხება მე გამიყვანო სამსოფლიდანო. ღმერთმა 100 წელი მე უუქმებ, აი ამბიონიდან უუქმებ მას ამ სიტყვას. 100 წელი გვიყოფოს ყველა, მაგრამ იმდენად შორეულში გვეგონა ეს ყველაფერი. მაგრამ ძალიან რეალურად და კარგად გაგებით მივედით აქამდე და აზი უკვე ჩვენ უნდა მივხედოთ, ჩვენ უნდა მივხედოთ. ქვეყნის შემოქმედი ღმერთი არის. თუმცა ზოგადად არის მითითება და თხრობა სახარების მიერი. მაგრამ ჩვენ ქრისტიანები ვარ და უკვე მრევლი ვარ და ეკლესიის წევრები ვართ. ამას უფრო ღრმად უნდა ჩავწუდეთ. თუ კი ერთ-ერთმა ქალბატონმა ოღონდ ტაძარი გაიხსნესა, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ უფალო მე გამიყვანი ამ სოფლიდანო. არც ერთი ჩვენთაგანი პირიქით მეფე მსახურები ყოფილიყავი ძალიან მალე. და თუ ოდესღაც უნდა გავიდეთ და მეფისა და ღვთისმსახურებით გავიდეთ. დიახსულდეს ნება უფლისა და სოლომონ მეორის შემდეგ უკვე არა იმერეთის და რაღაც გუბერნიება დაყოფილი და რაღაც დაქუცმაცებული საქართველო ამ ხრივ არამედ სრულიად საქართველოს გვირგვინოსანი მეფე მოულენოდეს საქართველოს პატრონად და ღვთის წინაშე დიდი მოჭირნა ხულედ რომელსაც მირონი ეკურთხება და მირონი ეცხება და გვირგვინი ეკურთხება პატრიარქის მიერ და საპატრიარქოდან და კარგი გაგებით სწორედ რომ დედა ეკლესია ჩააბარებს და ღმერთ ჩააბარებს ანგარიშს თუ როგორ ემსახურება და როგორ უნდა ემსახუროს თავის სამშობლოს, თავის ერს, საქართველოს. რამდენიმე წლის უკან დაიბადა სწორედ რომ სოლომონ მეორის უშუალო შთამომავალი ქუთაისში, იმერეთში. მას დაარქვეს სოლომონი. და მახსოვს ტელევიზიით აჩვენეს ეს კადრი. ძალიან ლამაზი კადრი. ნუ ტორტი იყო გამოცვალ და ზედა წერა სოლომონ მესამე. და ქუთათელი გაენათელმა მიტროპოლიტმა კარისრადემ ეს ტორტი ბუხუნა ღიმილი და ასე ვთქვა როგორც ჩვევია გაჭრა და დალოცა აი ეს პატარა
რომელიც გელაჩი მოინათლა და დღეს უკვე ცოტა წამოსდელიც იქნება. ნახო დაველოდოთ მოვლენებს. უფალმა ყოველივე უწყის და ყოველივე იცის. და ღმერთმა ინებოს საქართველოს მალე ყოლოდეს მირონცხებული მეფე დედოფალი. თქმა იმისა, ახლა მეფე დედოფალს კიდევ რა არჩენს? არ მისმის. მეფე დედოფალმა აქეთ უნდა გვარჩინოს ისე როგორც ეს ხდება, თუმცა იქ გარეგნულად და ცოტა ისე 66 მანატის თვალსაზრისით ხდება ყოველივე. მაგრამ ბრიტანეთს რომ მონარქი არ ყავდეს, ბრიტანეთი ვერ გამთლიანდებოდა, ვერ გაერთიანდებოდა, დაიშლებოდა. საქართველოს განამთლიანებს სწორედ მირონცხებულობა. მტერს აშინებს ეს. მრავალი რაღაც იქნება ხრიკები, ხაფანგები დადებული, ორმოები ამოთხრილი, რომ ვიღაცები ჩაცვინდნენ და ვიზე იქნება გამიზნული, ხვდებით. მაგრამ მინდა და ამით დავამთავრებ. მინდა გითხრათ, რომ აი დავით წინასწარმეტყველი ფსალმოში ბრძანებს და თხარეს მთხრებლი და ისინივე შთაითხრილნემ თხრებსა მაშინა. თვითონაც ჩაცვიდნენ ამ თხრილში, ანუ ამ ამოთხრილ თხრილებში, ორმოებში. ჩვენ ვიყოთ ღირსი ამისა. ქართველი ერი და ღმერთმა მალე ღირსეულად გაგვწმინდოს უფალმა. რომ შევძლოთ ყოველივე ამის არა მარტო მიღება, შემდეგ მოვლა პატრონება, მსახურება და პატივდება. მაშინ გავიგებ, თურმე რამხელა ძალა ქონია მირონცხებულობას. და ღმერთმა მალე გაგვაგებინოს ყოველივე ეს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა განგაზლიეროთ. და სოლომონ მეორის ამ დიდი წმინდანის მეუხებით დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ვახტანგ გოგრასლის, გიორგი ბრწყინვალის და უამრავი სხვა დიდი მეფე დედოფლების მირონცხებულთა ლოცვითა და ვედრებით ღვთისწინაშე ლოცვითა და ვედრებით მალე გვეხილოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო გამთლიანებული, განძლიერებული და მადლმოსილი და გაბრწყინვებული. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა განგაზლიეროთ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება შენ და ქრისტე ღმერთო, დიდება შენ და ქრისტე ღმერთო, დიდება შენ და ქრისტე ღმერთო, სასვებაო ჩვენო, დიდება შენ და
გულგა სიტყვითა შენითა პირად-პირადა შემგულხა და სულისა შენისა წმინდისა მიფენითა გარანტიცენ და მზისა მის ნათელი მოფინე ქვეყანასა შესამგებლად ვითარცანების ამოქმელი შენი მოსეანათუნე და გასწავლე და აღწერა შენი ეთილმოქმედება და თქუა იხილა ღმერთმა ნათელი გუგისამი მარკილოსოს პატოლეთა Adios nisa didebulisa zina sarvetvelisa zina morvedisa ratlisa velisa ionesita Zmida ta didebulta da golotkebuta motsikulta da zmidisa motsikulisa Andrea birotodebulisa virsisa dedisa čunisa motsikulta sorisa kaltulisa nino kartvolta garmaratlevelisa ta Zmida ta didebulta da vazlisa mzleta motzameta zmidisa didisa motzamisa Zleva mosilisa da sabrot mokvedisa Georgisa Istedavne čemosilta mamate čventa, tvidisa mamise čvenisa, Nikolos Mirolugisa, Mtavare Biskoposisa, da Saburot Mokvedisa, da vista mamate čventa, Sabagat Velilisa, Iones Vedazelisa, da mista atvarmita mocapeta, Zmideta Asiata, sta kartvolta mocapeta, Zmideta da vartalta šobolta amortisata, Joagim da Anasita, da Zmidisa udel mocamisa, Nazarisa, და ყოველთა წმინდა და შეგვიწყალნეს და გვაცხობდნენ ჩვენ იქ არც სახიერა არც და გასთმოყარე ჩვენთან არც ღმერთი Salvador დღეს ეს შედგა ამ ტაძრის ენკენიობა ანუ კურთხევა ეხლა შესრულდება პირველი საღვთო ლიტურგია თქვენს ჩვენთან ერთად აღავლინეთ ლოცვები ჩვენი ქვეყნის ჩვენი ეკლესიის ჩვენი ეპარქიის ძლიერებისა და თითოეული თქვენთაგანის სულიერი ძლიერებისა და განმტკიცებისათვის ერთად აღლოცოთ და მრავალ